სალამ მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით. მოვიკითხავ ჩვეულებისამებრ, არ გადავალ არც დღესაც ამ ჩვეულებას და მოვიკითხავ ძალიან დიდი სიყვარულით ჩემს საყვარელ ემიგრანტებს. ყველას აბსოლუტურად სათითაოდ. დღევანდელი გადაცემის ჩემი სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან დიდი პატივისცემით და ასევე სიყვარულით, ეს გახლავთ ბადრი სულაძე, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი, პოეტი გახლავთ ბატონი ბადრი, როგორც იცის უმრავლესობამ, თამას წივწივაძის და ჯემალ აჯიაშვილის პრემიების ლაურეატი გახლავთ. 2024 წელს ახალი გამომცემლობის ლიტერატურული კონკურსის ჩემი მთის სულის ფინალისტი, მოთხრობით ძალიან საინტერესო სახელი აქვს ყუჩე კაცი, ასე ქვია. გახლავთ მუხრან მაჭავარიანის სახელობის პრემიის ლაურეატი და მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის მუზა 2024-ის პრემიის ლაურეატი. ბადრი სულაძის წიგნი ძახველის სისხლი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული. ბატონი ბადრი სულაძე დამოუკიდებელი ლიტერატურული ალმანახის ამერიმერის სარედაქციო საბჭოსგან დაჯილდოვდა ზაურ ბოლქვაძის სახელობის საპატიო დიპლომით. ამერიმერის დამფუძნებელი მწერალი ვაჟა ჩოდრელი გახლავთ. მოკლედ აი ასეთი ძალიან სასიამოვნო ამბები აქვს ბატონ ბადრის. მოგესალმებით ბატონო ბადრი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. სამსახურიდან გამოქანდა პირდაპირ. აი ეს არაჩვეულებრივი რეჟიმია, ჩვეულებრივი ასეთი. თქვენი რეჟიმია, კი ბატონო. და ძალიან სასიამოვნო სამსახურია, იმიტომ რომ აი ეს ეთნოგრაფიული მუზეუმი არის რაღაცა პოეტისთვის განსაკუთრებული ადგილი, ხელის გულზე დევს მთელი საქართველო. კი, ასეც არის. ხელის გულზე დევს მთელი საქართველო. მინი მოდელია საქართველოს, პატარა საქართველო. კი ბატონო, აი მე ახლა ჩამოვთვალე, ესე იგი წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და 2024 წლის აი ეს ბოლოს მიწურულისთვის მიღებული გაქვთ აი ეს პრემიები და მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში, აი ჩემ მაყურებელთან ერთად მოგილოცოთ პირველ რიგში და რახან პოეტი ადამიანი ბრძანდებით და პოეზიაზე გვექნება საუბარი და ლექსები უნდა წავიკითხოთ, მე მინდა რომ გადაცემა დავიწყოთ ლექსით. პირველ რიგში მადლობა ქალბატონო ციცი მოწვევისთვის, თქვენს არაჩვეულებრივ გადაცემაში, რომელსაც ყოველთვის თვალს ვადევნებ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, თქვენი გადაცემის მაყურებელს და მადლობა რა თქმა უნდა ასეთი წარდგენისთვის და თქვენ ახლა რაც ჩამოთვალეთ, ეს არის მართლაც ბოლო 2024 წლის ასე ვთქვათ შედეგი ჩემი ლიტერატურული საქმიანობის, მოღვაწეობის. ხო, მოღვაწეობა ხარ არ მინდა ხმამაღალი სიტყვებით ვილაპარაკო საკუთარ თავზე, თუ ოდნავ გამექცეს სიტყვა ბოდისვიხდი წინასწარ, მაგრამ აღსანიშნავი არის, რა თქმა უნდა, ახლა თქვენ ახსენეთ. მოდი აქედან დავიწყებ, ქალბატონო ციცი, ძახველის სისხლი. ეს არის ბოლო წიგნი, ჩემი მეცხრე პოეტური კრებული გახლავთ, რომელმაც ძალიან გამახარა. მოკლედ ასე მარტივად ვიტყვი, იმიტომ რომ აღარ გავიმეორებ, ეს იყო გამარჯვებული ერთ-ერთ ნომინაციაში პოეტური კრებული საუკეთესო მუზა 2024 და მე რაკიღათან მომეცით საშუალება რომ ლექსით დავიწყო, პირდაპირ გადავალ ასე ვთქვათ მთავარ სათქმელზე, რას ვეუბნები ჩემს მკითხველს, რა მინდა რომ უთხრა ჩემს მკითხველს, იმიტომ რომ რატომ ძახველის სისხლი ჯერ ერთი
ძახველი ეს ისეთი პოეტურ სახედ შემოვიტანე ჩემ შემოქმედებაში ბავშვობიდან რომ მომყვება სოფლიდან მომყვება ხა ის ჩემ შემოქმედებას იცნობს იცის რომ დიდი დოზით არის ჩემთან რაჭული მოტივები რაჭა თავისი სილამაზით ჩვენიერები და ჩემ სოფელში მოვლენებს ძალიან ხალხობა იმიტომ რომ განმარტე ქალბატონო კი მადლობა იქნება აუცილებლად ეხლა მე და რაჭა გამოყოფილი ვარ ერთმანეთისგან და ძახველი იქიდანაც მომყვება სწორედ ეს თოვლით გვიან შემოდგომაზე და უკვე ზამთარი რო იწყება და დათოვლილი ძახველი და წითლა რო ანათებს და ძალიან დიდი პოეტური ემოციას იწვევს ეს ნებისმიერ ადამიანში და თუ ოდნავ რაღაცნაირად და მოგმადლა ღმერთმა იმის ნიჭიროს რაღაცნაირად ფურცელზეც გადაიტანო და შეეხმიანო მარტო გადაიტანო არა თან გადაიტანო ისე რომ სხვასაც განაცდევინო აი რაც ნიშნავს თოვლის სისპეტაკეში და აი ამ სითეთრეში გამონათებული წითელი ძახველი და სულ მგონია და მე ეს დიდობაში უფრო გავაძლიერე ეს აღქმა როგორც ჩანს რომ აი ჩვენ ყოველდღიურობით ცოტა დაღლილებს ადამიანებს ცოტა გაფერმკრთალებულებს ჯვარი გწერია მაგრამ სისხლნაკლულობა რო შემოეჩვევა ხანდახან ადამიანს თითქოს ცხოვრებისგან დაღლილს ძახველის სისხლის გადასხმა არის ძახველის სისხლი, როდესაც ზარღვებში დაუდის ადამიანს უკვე ჯერ იმას, ვინც რაღაც უნდა თქვას. ამ შემთხვევაში პოეტური აზროვნებით. მე იმასაც გადაესხმება ის სისხლი, ვინც წაიკითხავს და აქ არის მთელი მაცოცხლებელი ჯაჭვი, რომელიც არ უნდა გაწყდეს. პოეტის როლი სწორედ ეგ არის და მწერლის როლი, რომ გააბედნიეროს მისი მკითხველი, გააკეთილშობილოს და რაღაცა ნათელი სხივი შეიტანოს. თუ გადაიღალა, თუ დაიტვირთა ემოციები ცხოვრებისგან, აი კიდევ ვიმეორებ, შეიძლება წვიმა როგორც წვეთოვანი დაკიდოს ადამიანმა თავთან და წვიმის ხმაურმა გააბედნიეროს, გააცოცხლოს. აქ მაგ ამ ძახველის სისხლში, ამ ლექსში ეს ემოციები ჩადებული და თქვენ ის ნებართვით. კი ბატონო. წავიკითხავ ახლა ამ ლექსს. აბა გისმენთ. როცა სხეული გამომშრალი ცხელი ქვიშა უდაბნოს მზისგან თვით გვემისთვის გამეტებული მინდა ბალახის სიძლიერე ვიპოვო ჩემში და გავარღვიო დარდების კუნთად გარდაქმნილი ხორკლიანი მარილის ქერქი რომ უცხო გზებზე უსასრულოდ ვიხეტიალო სანამდე გულში ზეთისხილი არ აყვავდება გულში რომელიც პირობითად ქანაანია თან ქარავნიან ქვიშის გროვებს ჩამოვიტოვებ თან გავექცევი ამ მომქანცველ ყვითელ ქარიშხლებს და გავიყოლებ ბაობაბების ღეროების ლორწოვან სისქეს როგორც იმ იმედს აკლემებს ყელზე რომ შეაბეს ზანზალაკებად სხვა მზეს მოვძებნი არა ცხელს და არა ნერვიულს არამედ იმ მზეს დედაჩემის ყვითელ კაბას რომ ვადარებდი ან თითბრის ტაშტში სამურაბედ დაჭრილ გულაბებს მივალ გულამდე სადაც ყოველთვის ეღირება ბრძოლა იმისთვის რომ მზეს სახეზე არ შეახმეს თბილი ნათება დღისით ქათმებმაც თუ იციან ცისკენ ახედვა მადლიერებით სასურველი წყლის დალევისას რომ შვიდად იგრძნონ თავი რადგან მზე კვლავ ცაზეა ამოქარგული წიწილების ყვითელი ფრთებით მეც დიდი თმენით უნდა შევძლო და გაუფრთხილდე ჩემს წილ მზის სითბოს რომ ცხელი დისკო დაუტოვო შალის ჯეჯიმებს და მე კი გავთბე მათ ხაოებზე წაკიდებული ცეცხლის სუნით მამაჩემის ნაწვიმარ პალტოს რომ გამახსენებს და ზეცა
წვიმის წვეთოვანსაც დამიკიდებს თავთან, რაც ვიცი მიხსნის, როგორც ბალახს ქვიშრობებისგან, რომ გავარღვიო დარდების კუნთად გარდაქმნილი, ხორკლიანი მარილის ქერქი დაუცხო გზებზე, უსასრულოდ ვიხეტიალო, სანამდე გულში ზეთისხილი არ აყვავდება. უნდა იაროს ადამიანმა წუთი სოფლის გზებზე. რა დიდი სანამ ზეთისხილი არ აყვავდება მის გულში. ეს ზეთისხილი, ეს ქანაანი, ეს ზანზალაკები, დედა სამყარო ჩვენი სამყარო დიდი დედის პარალელურად ნახსენები უკვე დედა ნუ არ ვიცი ძალიან დიდი აზრია ჩადებული ამაში ასე შევეცადე ყოველ შემთხვევაში მე მომწონს როდესაც ღრმად შედიხარ სათქმელში და იმას ამოიცნობს მე მკითხველი შენგან ნათქვამს აი რატო უნდა იყო ადამიანი ანუ ადამიანი უნდა იყო კი და ამას ჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ სწორი ხედვაც რა თქმა უნდა იღბალიც სწორ გზაზე დგომაც მაგრამ აი გზაც ქალბატონიც იცი როგორია სწორი გზა შეიძლება სწორხაზოვნება არ იყოს ფლად საინტერესო ადამიანისთვის და ბუნებრივი მოთხოვნილება შეიძლება ადამიანისთვის იყოს ეძებოს ცოტა იკრიბოკრო გზებიც იმიტომ რომ ასეთი გზებიც ოკრობოკრო გზებით იაროს ადამიანმა და ეს უფრო საინტერესო აღმოჩნდეს და ცხოვრება არა მარტო სწორი ხაზია. ცხოვრება არა მარტო სწორი ხაზია, ოკრობოკრო გზებზე უფრო ბევრი შეიძლება შეხვდეს ისეთი ამბები და ისეთი მოვლენები, რომლებიც ადამიანს გაწრთობენ და ჩამოგაყალიბებენ ადამიანად, უფრო მეტად განგაცდევინებენ აი იმ გემოს, რასაც ცხოვრების გემო ქვია და მისი მნიშვნელობა რომ შეიგრძნო უფრო მეტად, რა არის ცხოვრება, სიცოცხლე. რითი განსხვავდება ცხოვრება სიცოცხლისგან და სიცოცხლე ცხოვრებისგან. მოკლედ ძალიან საინტერესოა ეს თქვენი შემოქმედება ბატონო ბადრი, არ ვიცი ამაზე უნდა ისაუბრონ, არა ტელეჟურნალისტმა, არამედ ძალიან სერიოზულმა კრიტიკოსებმა, ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა უნდა შეაფასონ და აგერ გვაქვს კიდევაც ფაქტი კი ბატონო, როგორი შეფასებულია და ძალიან კარგი შეფასებულია, კიდევ ერთხელ გილოცავთ და აი ეს სათაური მაინტერესებს, აი პირველი პრემიის, რომელიც ესე ყუჩე კაცი ქვია, ხო? ძალიან საინტერესო შინაარსით იქნება, იმიტომ რომ თვითონ აი ეს სიტყვა ყუჩე კაცი იყუჩე. ხო? ანუ ყუჩე კაცი, ანუ ჩუმი კაცი, აბსოლუტურად. ხო და აი რაზია ეს წიგნისა ამბავი. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ესეც სწორედ 2024 წელს გამოცხადდა ასეთი ლიტერატურული კონკურსი ჩემი მთის სული, რომელიც გამოაცხადა გამომცემლობამ ჩემი გამომცემლობა არის ასეთი ახალი დაფუძნებული გამომცემლობა. ეს გახლავთ ქალბატონ ოლიკო ცისკარიშვილის მიერ დაფუძნებული გამომცემლობა, რომელმაც ბევრი საინტერესო პროექტი უკვე განახორციელა, მაგრამ ერთ-ერთი დასაწყისში იყო სწორედ ეს ჩემი მთის სული, სადაც გავაგზავნე, რა თქმა უნდა, პროზაული ნაწარმოებების კონკურსი იყო და მე ხედავთ იმისა, რომ უფრო პოეზიაში ვწდი ჩემს ძალებს, ასევე მაქვს გარკვეული მინიატურები, ნოველები და ერთ-ერთი სწორედ აი ნოველა გახლდათ, რომელიც გავაგზავნე ამ კონკურსზე, ყუჩე კაცი. და როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არის კაცი, რომელიც თავისთვის ჩუმად ცხოვრობს, ყუჩად ცხოვრობს, მაგრამ მე ამ სათქმელით რა მინდოდა, იცით, მე თქვა
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამიმძაფრდა განცდა, რომ მოვახდინოთ სოფლის თემის ოპტიმიზაცია. რაღაცნაირად მკითხველს შევახსენო და ვუთხრა, რომ სოფელში უფრო დიდი გულის გერა, უფრო მეტი მაჯისცემა სოფელში ვიდრე ქალაქად. ქალაქში არის დამღლელი ცხოვრება. დამღლელი მექანიკურად მიყვებით. გამომშრალია ხანდახან ადამიანი და მას იმიტომ ვთქვი, რომ ძახველი სისხლის გადასხმა ჭირდება და სოფლად აი ადამიანები მე ახლა როდესაც რაჭის თემა ხშირად ვახსენებ თქვენ წეღანად ბრძანეთ ეს შემდეგში კიდევ იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამოსავალ წერტილად მეკცა რაჭა, იმიტომ რომ ჩემ თავს ვახსენებ პირველ რიგში, რომ სოფლად მიბრუნებაა საჭირო ცხოვრების ავბედობით ზოგჯერ, იმით რომ ვერ გაითვალა სწორად შეიძლება გარკვეული წლების წინ რა ჯობდა ადამიანისთვის ქალაქში ყოფნა თუ სოფლად დარჩენა და იმ ადამიანების ბრალიც არ არის რამაც ემიგრაცია, მიგრაციული პროცესები გამოიწვია და დაიცალა რაჭა თითქმის, მაგრამ იქ ბევრი საინტერესო პროცესი მიდის ახლა რაჭაში, რომელიც გვაფიქრებინებს იმას, რომ მოდი მივუბრუნდეთ ჩვენს გაციებულ კერას, გავაცოცხლოთ, ეს ტენდენცია უკვე დაიწყო და მე ჩემი აი ამ ყუჩე კაცის თემით სწორედ ეს გავაცოცხლე, ეს სურვილი გავაცოცხლე. კი, რაჭის თემა აქაც, სადაც მიტოვებულ სოფელში ბრუნდება ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, რომელსაც თან ქალაქში ნაყიდი ქათმებიც მიყავს სოფელში, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე მისთვის დამთავრებულია, თავიდან უნდა დაიწყოს და მე ეს გათვლილი მაქვს იქ რაღაცა გარკვეული წინასწარ გამიზნული ხედვებითაც როგორ შეიძლება აი როგორი რა აზრით ჩავდე იცი ქალბატონიც იცი აი როგორც უფალი სამყაროს ქმნიდა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე ეს გარკვეული დღეების მანძილზე, იმიტომ რომ იყოს სიტყვა, იყოს და იქმნა და ასე იქმნა და მეშვიდე დღეს დაისვენა უფალმა და აი სწორედ ამ ადამიანის ცხოვრება ყუჩეკაცის აქედან გავთვალე ერთი დღე როგორ ჩავიდა სოფელში მეორე იქ ქათმები და კვერცხი დაიბადა კვერცხი როგორ ქვია დადო ქათამა და აი როდესაც საბუდარში ეს კაცი ყუჩეკაცი მიდის და ამ კვერცხს იღებს ეს არის სწორედ სიცოცხლე ახალი სიცოცხლე ეს არის სიმბოლო და რაღაც გარკვეული სიმბოლოებით მაქვს ეს თემა გაშლილი ყუჩეკაც რაც შეეხება და მე გამიხარდა რომ ჟიურის წევრებმა სწორად წაიკითხეს ეს ნაწარმოები და ძალიან მიხარია როდესაც ჩემ ნაწარმოებს სწორად კითხულობენ და იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ბატონო ბადრი იმაზე რამდენად გონიერი ნიჭიერი ადამიანების ხედან ჟიურიში და კარგია როდესაც გონიერი ჟიურის წევრები წიგნიერი რასაკვირველია და მე ვისთანაც მომიხდა ურთიერთობა მადლიერი ვარ აბსოლუტურად ყველასი იმიტომ რომ ხა შორს წამიყვას ჩამოთვალო ჟიურის ის წევრები რომლებმაც გარკვეული შეფასება მისცეს ჩემს ნააზრებს თუ პროზაულს თუ პოეზიაში და სტიმულის მომცემია. ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ახლა კონკურსის თემა რა კი ახლა თქვენ წეღან ახსენეთ მუხრან მაჭავარიანის კონკურსი. მაგრამ გავაგრძელო ეს თემა. ოღონდ ლექსები მინდა წავიკითხო. ლექსები წავიკითხოთ. ხო აი ბარემ მუხრან მაჭავარიანის თემას რაც შეეხება, ესეც 2024 წელს მოხდა და აქ იყო ეს არის მინიატურული პოეზიის კონკურსი. მე რამდენჯერმე მომიწია ამ კონკურსს ფინალისტად ყოფნა, მაგრამ წელს უკვე მეორე პრემიის ლაურეატი გავხდი და ძალიან ამაყი ვიყავი. ამით მადლობა ჟიურის თითოეულ წევრს. საქმე იმაში არ არის, რომ მე ვიქნები გამარჯვებული თუ ნებისმიერი ის მონაწილე. მე გულშემატკივარი ვარ ჩემი მეგობრების, მე ახალგაზრდებს გულშემატკივრობ და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა წამოვიდა პოეზიაში, ქართულ ლიტერატურაში, საოცარი ახალგაზრდები არის, ჩემი მეგობრები არიან და ისინი ჩემთან ერთად იყვნენ, რა თქმა უნდა, ამ კონკურსზე. და მე ასეთი პატარა მინიატურული ლექსი მქონდა გაგზავნილი, რომელსაც ეხლა წავიკითხავ. მარადისობის, აბა, როგორ არ უნდა გწამდეს. უხსოვარ დროის საწნახელში,
ყურძენს რომ წურავ კოსმოსიდან კი ჩაკრულო გესმის. გენიალურია მართლა. არ ვიცი ეს გავაგზავნე ამ კონკურსზე და მითხრეს რომ ძალიან დიდი ემოცია გააჩინა. კი, ნამდვილად ძალიან დიდი ემოციაა. აი თქვენ წეგამ ეთნოგრაფიულ მუზეუმზე ბრძანებდით, რომელიც ჩემი ყოველდღიურობაა და ჩემი სამსახურია, მე იქ ხშირად, როდესაც მაქვს შეხება აი ამ არტეფაქტებთან, რომელიც არის ეთნოგრაფიული ყოფის ნაწილი, ის ნივთებიც მელაპარაკებია მე. აი ეს უხსოვარი დროის საწნახელი, სწორედ იქ დამებადა მუზეუმში ყოფნის დროს და წარმოვიდგინე კაცი, რომელიც წურავს თავის შვილიშვილებს ჩააყენებს იქ საწნახელში ყურძენს დაწურავენ და თან ჩაკრულო კოსმოსში გაგზავნილი სიმღერაც ეს მარადისობა ეს სიცოცხლის უწყვეტი ჯაჭვია რომელიც ჩვენ არც შეგვიძლია რომ გავწყვიტოთ და ძალიან კარგი რომ ეს არ შეგვიძლია რა თქმა უნდა ძალიან კარგი რომ არ შეგვიძლია და ვიცოცხლოთ და გავაკეთილშობილოთ ერთმანეთის ცხოვრება და სიცოცხლე. აუცილებლად და ბრავო აი ამ ჟიურის რომ ეს ლექსი თქვენის მე მეშინია ხოლმე რა ვიცი მე ვერ ვაგზავნი იმეებში რა ქვია ამ კონკურსებში არა კი არ მეშინია მე ალბათ არ არის თქო რა ვიცი ახლა რა კონკურსი ხო მე გავთამამდი საკმაოდ იმიტომ რომ არაერთხელ მოხდა ის რომ ვიყავი ფინალისტებს შორის ვიყავი გამარჯვებულიც და ეს არის უბრალოდ საკუთარ თავთან კიდევ რაღაცნაირი საუბარი რომ მე სულ არ კრიტიკული ქალბატონიც ეს ძალიან კრიტიკული მე ვერ ვთვლი ჩემ შემოქმედებას რაღაც და სულ გონია ხო ეს ძალიან ბუნებრივია და სულ გონია რომ მართლა ღირებულია რაც შევქმენი კარგი თუ ღირებულია მოდი გავაგზავნი და აბა რა სიტყვია და როცა მეუბნებიან ჩვეულებრივ ჩემს ერთგულ მკითხველზე არა მაქვს საუბარი მე ხანდახან ისინი ისე მაქებენ და ისეთ კომპლიმენტებს მეუბნებიან მცხვენია ზოგჯერ და ხანდახან გონია ვიმსახურებ თუ არა მაგრამ როდესაც ლიტერატურულ კონკურსში ლიტერატორები შეგაფასებენ და გეტყვიან რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი და ღირებულია მე იჯერებ რომ თურმე ქმნი რაღაც მნიშვნელობას იჯერებ რა ნუ კი იჯერებ იმას რომ თურმე კი არ იჯერებ ეს მე რომ ვიღაცა მითხრას რომ ხო ნუ ვიღაცამ რა აი ამ ძალიან ჭკვიანმა ადამიანებმა რომ მითხრან უთქვამთ კიდეც რომ აი თვისი შენი ნაწარმოებები ნუ აი ასე მე მიხარია და ბედნიერი ვარ რომ მე ყველა მიცის რას წერს რა თქმა უნდა ყველა მიცის რას წერს ხო რირებულია არა ელოდებით ასეთ მსგავს ადეკვატურ შეფასებას რეალურს იმასთან მიმართებაში რაც თქვენ დაწერეთ და ეხლა რაც შეეხება ქალბატონო ციცია როდესაც ვლაპარაკობ აი როგორ ვამბობ ჩემს სათქმელს ან რამინდა მკითხველს ვუთხრა წეღანელ წავიკითხე ლექსი ეს ლექსი შეიძლება იყოს კონვენციური რითმიანი შეიძლება იყოს ვერბლანი, შეიძლება იყოს ვერლიბრი, მინიმალისტური პოეზია. აი, თავარია თემა ხო ამოუწურავია, თემა ყოველთვის თემა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეპოქაში. თავარია როგორ ამბობ, როგორ შეეხმიანები, რაგი მე ახლა ერთს გეტყვი თქვენ, აი აქ უცებ გადავფურცლე და სოფლის წყაროსთან ყვავილობს ვაშლი და მისი სუნი ჩემამდე აღწევს. ერთშენიერ დღეს ასეთი რამის დაწერა მომინდა. იცით როდის ხდება ეს, როდესაც აი ქალაქის ყოველდღიურობით დაღლილი რაღაცნაირად აი ამ კედლებში ჩაკეტილი უსიცოცხლოდ გრძნობ ხანდახან თავს და დავფიქრდები, რომ იქ სოფელში რო წყაროსთან ვაშლი ყვავილობს რა კარგი განცდა ეს და იმის სუნს გრძნობ. სუნის მეხსიერება ხო არსებობს და მე იმ ვაშლის სუნი მცემს. განცდები, რომელიც სულდება. აი ეს სულნელება რა ასოციაციას და მე ქალბატონო ციცი საქმეც ის არის რომ მე რო ეს განვიცადე და ამას მე მკითხველს შევთავაზე ხა Facebook-ი და ინტერნეტ სივრცე ამის საშუალებას იძლევა და როცა მომწერე მე რომ როგორ სულზე მომისრო ამ ლექსმა და როგორ რა კარგი იყო ეს და როგორ გავბედნიერდი. აი ეს მე ერთგან ხო მე ეს თქვი ერთგან ძალიან დაღლილმა და გულნატკენმა რომ დღესაც უთუოდ მომარჩენდა ღიმილი დედის თემა თქვენთან ძალიან უხვად არის და ძალიან აქტუალურია. კი და მე მივესალმები ამას, იმიტომ რომ ეკუთვნის დედას ძალიან ბევრი კარგი ლექსი, იმიტომ რომ
დრო მოვიდა ისეთი რომ თითქოს რა ვიცი რაღაცა არ მინდა რაღაცა ესეთები ვთქვა, მაგრამ აი ბიჭები განსაკუთრებით ბიჭებმა მინდა აღიქვან დედა ისე რაც არის დედა. რას ნიშნავს დედა? რომ ხატია დედა, რომ საფიცარია დედა, რომ დედა არის ერთადერთი განუმეორებელი, რომ მეორე დედის ნაირი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. და ალბათ რთულიც არის, ძნელია გადმოსცე, განმარტო, შენ ყველასთან ახლოს არის ეს თემა, მაგრამ მე ვცდილობ ჩემებურად ვთქვა რაღაც. ერთხელ ისიც კი ვთქვი, რომ მხოლოდ დედაზე დაწერილი ლექსებით ვთბები მეთქი და ეს მემართება, როდესაც აი ძალიან უფერულად მეჩვენება ხანდახან სამყარო, როგორც კი დედას გავიფიქრებ, როგორც კი დედას შევეხმიანები, მაშინვე ყველაფერი ლაგდება, მაშინვე ყველაფერი წყნარდება. აი სუნზე რო ვამბობდი, აი სუნის მეხსიერებაზე რო ვამბობდი, აი სურნელი, დედის სურნელი. რა თქმა უნდა. ეს მე ერთი ლექსი მაქვს, ეხლა სხვა წავიკითხავ დედასთან მიმართებაში. მე რა ლექსიც არ უნდა წავიკითხო, მე მგონი დედის თემა ყველგან გამოხდება ხოლმე. ასეა, მაგრამ მაქვს ერთი ლექსი, როდესაც ვამბობ, რომ როდესაც მამა მენატრება გავდივარ გარეთ, იმიტომ რომ მამა სულ გარეთ იყო, სულ გარეთ, სულ სამსახურში, სულ და როდესაც დედა მენატრება, მე ვრჩები სახლში, იმიტომ რომ დედა სულ სახლში იყო. დედას პროფესია იყო დიასახლისობა. დედა იყო დიასახლისი. მას სხვა სამსახური არ ქონია და ამით ამაყივარ ძალიან და ბედნიერი რომ ყოველთვის ეცალა ჩემთვის. მე დედასთან ძალიან ახლოს ვიყავი, ქალბატონო ციცი და მაშინაც კი ვერ ვიტანდი, აი როდესაც თქვა სარეცხს რეცხავდა ან რაღაცა საკეთე, სულ მინდოდა რომ ჩემთან აი არ მინდოდა რომ სხვა რამე ეკეთებია, მისთვის მინდოდა ყოველთვის მომესმინა, მისთვის მეცქირა, მის თვალებში ჩამეხედა. აი ესეთი რაღაცნაირი გზნობა ბედნიერი კაცი ბრძანდებით ბატონო დედას, დედა ჩემს ამისთვის რომ მთელი ცხოვრების წლები აი ეს მე მომიძღვნა, მაჩუქა და გამობედნიერა ამ ყველაფრით და მე ერთი ბარემ პატარა მინიმასაც ვიტყვი და მამასთან და დედასთან დაკავშირებით. აი მამას ასეთი რამე დაუწერე მე, იმიტომ რომ დედაზე ძალიან ბევრი მაქვს, მამაც გამოგხდა ჩემ ლექსებში, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. ეხლა დიდი გულის კაცი იყო მამა ჩემი. ხანდახან ესეთიც რამეს ვთქვი, რომ რკინის კაცს ეძახდნენ, მამა ჩემი ისეთი ძლიერი იყო და მე როდესაც ასაკი, როდესაც მოხუცებულობაში გადაიზარდა მისი, ასე ვთქვათ, ცხოვრება, ცოტა რა თქმა უნდა წლებმა თავისი გაიტანა და მე წავიდა ამ ცხოვრებიდან და დარჩა ნამგალი, დარჩა ის იარაღები, რომელსაც ის შრომაში გამოიყენებდა ხოლმე და ნეტავ რა სინდისით, რა ნამუსით ჭამს ეს ჟანგი იმ ნამგალს, რომელმაც ვერაფერი ვერ დააკლო სიცოცხლეში მამა ჩემის სხეულს, იმიტომ რომ რკინა მამა ჩემი იყო და ეხლა რო აღარ არის მის ნაქონ ნამგალს მოერია ეს ჟანგი თქო, აი ესეთი ემოციებით და მამა ჩემი იცით წვანილი რომ მქონდა თქვენც იყავით ის საღამოზე მაშინ და კი ბატონო ეხლა ვიტყვი მაგას რომ თაიგულები დედა ჩემისთვის მიუხედავად იმისა რომ დიდი სიყვარული იყო და ყვავილები არ მოუტანია ნამდვილად არასდროს და ეს იყო სამუშაოდან მე მაშინაც ამას ხაზი გავუსვი, იმიტომ რომ მამა ჩემი სულ შრომაში იყო და სამუშაოდან დაბრუნებულ დაღლილ მამა ჩემს დედა ჩემისთვის თან მოჰქონდა თაიგულები, ძაფით შეკრული, ოხრახუშის, ქინძის და კამის და ამის გახსენება ჩემთვის არის დიდი ბედნიერება. მართლა ზე რატო ვთქვი, მამა ჩემი რომ მოდიოდა, კიდე სოფელში როცა იყო და ყანი და ბოსტნი და ყანი და რო ბრუნდებოდა, სულ წვანილი ეჭირა ხელში. სადაც ქალაქში, სადაც ვიყავით და სადაც ცხოვრობდით, სამშაოდან სამსახურიდან რო ბრუნდებოდა, წვანილი მოქონდა დედა ჩემის მე თაიგულება დაგვიგვი, უბრალოდ ოჯახს ჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო დიდი სითბოს და სიყვარულის ნაწილი და მოდით ერთ რითმიან ლექსს წავიკითხავთ თქვენის ნებართვით. ვიდრე წაიკითხავდეთ, აი დედის თემას გავაგრძელებთ. კი, ვიდრე წაიკითხავდეთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით ყველა იმ დანარჩენ ადამიანთან ერთად, რომლებსაც
აი ასე დედა აი ასე სულში უზით და დედა მათთვის ყველაფერი. იმიტომ რომ მე აი ხა გისმენთ და ისე გული მткиვა რომ მე აი დედა ჩემის სურნელს გარდერობში დარჩენილ საკითხზე დარჩენილ დედა ჩემის კაპებში ვეძებდი. ძიმე თემა, ძალიან ძიმე თემა და მადლობა რომ აძლევთ საშუალებას რომ მე გამოვხატო დედის მიმართ ასეთი თბილი დამოკიდებულება საერთოდ ნებისმიერი ჩემთვის ძვირფასი პოეტის შემოქმედებაში როდესაც ბევრ ლექსს ვეცნობ, ყოველთვის ვეძებ, აი სადაც დედაზე არის ლექსი, მე ყოველთვის ბედნიერი ვარ და ჩემთვის ერთი დამატებით დადებითი შტრიხია პოეტისთვის, რომ და სხვანაირად არც მგონია, აი არ მგონია არსებობდეს პოეტი, რომელსაც ერთი ლექსი მაინც არ აქვს დედაზე. აი წარმოუდგენელია. წავიკითხოთ რა. საწუთრო თეთრი პერანგივით, სუფთა ნისლებით უკუღმაც ბევრჯერ მატარა და მატარა წაღმით ხმა ჩამესმოდა ჭუჭყისგანაც თუ დაისვრები გადაირჩინე გული როგორც ქათქათა სახლი თანდათან ხახვის კვალიც ვავლე ყანაც ვარჩიე დედის ხელები თქვაც ვამტვრიე შაქარყინულად და ეს ჭიდილიც უსასრულო აღარ მაშინებს მოწმენდილ ცაზე გზაც რომ მალე კვლავ გატყიურდა რას გადიდგულდა ნეტავ ასე ღამის სახება საცრისოდენა თვალები რომ მიუგავს შეშლილს მე ხომ შევძელი დაკეტილი კარის გაღება ხან რომ მძიმდება და ზურგს უკან ვიხურავ ხმეშით იქ უღრან ტყეში რახანია ცხოვრობს ალქაჯი ხისტი ხელებით ისევ რომ თლის ბედის ციმშვილდებს ჩემი სახლიდან თვარე მოჩანს როგორც ზამთარში შალის ძაფისგან მოქსოვილი დედის სიმშვიდე არაჩვეულებრივია როგორც ზამთარში დედის ზამთარში შალის ძაფისგან მოქსოვილი დედის სიმშვიდე რა კაია ძალიან კაია ნამდვილად კიდევ ერთი წავიკითხოთ რა ბევრი მოისმინოს მინდა მაყურებელმა წავიკითხავ და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რომ ეძლევა ეს საშუალება აი მართლა კაია ზოგი ცოტა ისეთი დიდი მოცულობის ლექსია და მაინც არა უშავს გვაქვს დრო კი ბატონო აი წეგან ვამბობდი ცხოვრების გზასთან დაკავშირებით რამდენად ცხოვრებას სწორხაზოვნება არ ახასიათებს, იმიტომ რომ მრავალ წახნაგოვანია, მრავალფეროვანია. აი ეს უნდა შეიგრძნოს ადამიანმა და მაშინ ეს არის ცხოვრების აზრიც, არსიც რომ მიხვდე რა გინდა, რატომ ხარ ამ ქვეყანაზე, ლექსს რომ წერ, რას აკეთებ ამით, რას ეუბნები შენ მსმენელს, ამიტომ ერთ წავიკითხავ, ლარივით სწორ გზას თუ ვუპოვე ადგილი ჩემში და ოღრო ჩოღრო გავიმეტე სულაც სასხვისოდ თუ დამამსგავსა უსასრულო მანძილით შეშლილს ეს უნდობლობაც ჭიასავით უნდა გავსრისო თავს უნდა გავცდე უსახური გზატკეცილიდან მიწა მოვსინჯო ჯავრიანად დავშნა ხელებით და მაშინაც კი თებს რომ ფრთები დაკეცილი აქვთ უნდა შევიძლო მათი სწორფრად დასახელება უსწორ მასწორო ადგილებით უფრო გავთბები და ჭინკასავით გადმომიხტა გზად თუ კუნელიც როგორც ცა დილას ვერ მოიხდენს უფრთო ქათმებით ვერც მე დავრჩები უსასრულოდ განუკურნელი შევიმოსები ცეცხლისფერი მამლის ბუმბულით ღამესთან ჩხუბით საბოლოოდ თუ გამივიდა ტკბილ ხმოვანება შემერევა ხმაში ურმულის და მზეს ვიხილა მთის ჩაზნექი ლუნა გირიდან ქარს ვერც ფოთლებად
გავეგების სველ ქვაფენილზე და ვერ ცრემლებით ვერ ავუსებ გლოვის ხაზინას შეშლილ წვიმასაც ძველ ცოდვისთვის ბევრს ვაზღვევინებ რადგან ცხოვრება არა მარტო სწორი ხაზია და ხო ესეა ქალბატონებს იცი შეიძლება ჩემ კუნძულაში ახლა ახალი წიგნი უნდა მქონდეს მალე გადახტულზე მექნება სულის კუნძულები ანუ პატარა ნაწარმოებებია საინტერესო სულის კუნძულად რომ დაეკიდებათ წაიკითხავს ადამიანი და სულზე რაღაც ესეთი მაგრამ აქვე გეტყვით მე ვიცნობ თქვენ შემოქმედებას და ვაფასებ თქვენს მეტაფორულ მხატვრულ აზროვნებას და სულ მგონია რომ თქვენ პოეტიც ხართ პროზაიკოსთან და ჟურნალისტობასთან ერთად იმიტომ რომ თქვენს პროზაულ ნაწარმოებებში დიდი პოეზია და მე სულ მგონია დაიდება წიგნი ციცი გურიელისგან რომელიც პოეზიის ნიმუშებს გაგვაცნობს შეიძლება ეს არ იყოს რითმიანი შეიძლება ეს იყოს იმიტომ რომ მე ვგრძნობ თქვენს პროზაულ ნაწერებში ურითმო პოეზიის ნიმუშებს პატარ-პატარას ანუ მეუბნებიან პოეზია პროზაში აი ეს არის თქვენი შემოქმედება ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით რომ ძალიან ვაფასებ თქვენ ძალიან დიდი მადლობა და ახლა იმ თქვენმა გზამ აი ამ სწორმა ხაზმა გამახსენა ის რომ აი ამ კუნძულამ რის რაზეც დავიწყე საუბარი მაქვს აი ესეთი წინადადება რომ ესე იგი ყველას თავისი გასავლელი გზა აქვს რა თქმა უნდა ხო და ეს გზა ჩემია ვამბობ და მე სხვა ვერ გაივლის ჩემ გასავლელ გზას ისე როგორც მე ვერ გავივლის სხვის გასავლელს ხო და ყველას გზა არის რა თქმა უნდა აი ასეთი ნიშნულოვანი ყველას გზა მარტო გზა არ არის რომ გაიარო ეს არის ამბავი მთელი ცხოვრების კი და ამ ამბავს მე სხვებსაც თუ გაუზიარებ თუ მოუყვები ამბავი გამოცდილება წარცევა ადგომა ყველაფერი ქალბატონიც იცი ბოდიში გაწყვეტინებ მე მგონი მაგრამ მეც ახლა უბრალოდ რა მინდა დრო შეიძლება შეზღუდულია ჩვენი და მინდა რომ დროშიც მოვასწრო იმის თქმა რომ ყველა ხელოვანი ადამიანი კიდაც ეს ლიტერატურაში იყოს თუ ფერწერაში თუ მუსიკაში თავის სათქმელს თავაზობს ადამიანს და უნდა კი არა ახვევს თავს თავის სათქმელს არამედ მონაწილეს ხდის სთავაზობს და მე არჩევანის წინაშე დგება თვითონ ადამიანი კიდაც იქნებ უნდა რომ გაყვეს ამ თქვენ ცხოვრების გზას და რაღაცა შეიმეცნოს რაღაცა თავისოს გაილამაზოს შეიძლება დამძიმდეს ცოტა და ესეც არის შენთან ერთად გაიცადოს ეს ყველაფერი და მე აი მაგალითად ჩემ ლექსებში სწორედ ამიტომ ბედავ ბევრი წერო არ გავჩერდე იმიტომ რომ იქნებ ვინმეს დავეწიო გზაზე იქნებ სული მოვუბრუნო წავეშველო ცოტათი მაინც და ვასწავლო ჩემებურად ვასწავლო აი როცა კაცი ფიქრობს რა არის თავისუფლება ეს ხო ის თემაა რომელსაც ბევრს უფიქრია მე ჩემებურად ვიფიქრე და მე სულ მგონია რომ თავისუფლება არის დიდი პასუხისმგებლობის განცდა და დიდი ნიჭი ახლა მე წაგიკითხავ თავისუფლებას ვინ როგორ აღიქვავს და ვინ რაში ხედავს თავისუფლებას ვინ როგორ აღიქვავს მე წავიკითხავ ახლა ერთ ლექსს რომელიც არის ვერბლანის ნიმუში რითმებს ვერ ვღალატობ არის შიდა რითმები, მაგრამ მაინც არის ურითმო ლექსის კატეგორია, მაგრამ მე ამ ლექსს დავარქვი მიწის ტერფები. მიწის ტერფები მე როდესაც სწორ წაკითხვაზე მქონდა, მე არავის არ ვასწავლე, როგორც უნდათ ისე უნდა იკითხონ და იგრძნონ, რასაც გრძნობენ ლექსში, მაგრამ ეს ბარემ თავშივე ვიტყვი. ეს ლექსი მიწის ტერფები მამაჩემს მიუძღვენი მე. დაღლილ მამაჩემს, რომელიც ყოველი დღის ბოლოს, როდესაც სოფელში უკვე ასაკოვან კაცს მე ვუყურებდი, დაღლილი ყანაში, დაღლილი სათიფში, როგორ სპილენძის ტაშტი, როგორ ქონდა მას ყოველი დღის ბოლოს და ამ დაღლილ ფეხებს როგორ აწყობდა ამ ტაშტში და მე ამას ვუყურებდი, მის დაკოჟრილ აი ამ კორძიან ფეხებს და ეს იწვევდა იმ ემოციას, რომელიც მომნიდა სხვისთვისაც გამეზიარებინა და თავისუფლება, მამაჩემზე მეტი თავისუფალი კაცი არ მგონია ამ ქვეყანაზე, რომელმაც ტყვეობაც გამოსცა და
ტყვეობის შიში გამოსცადა, სიკვდილის შიში გამოსცადა, მაგრამ უყვარდა სიცოცხლე უსაზღვროდ და ის არ იყო ყველაფრის, როგორ გითხრათ, ყველაფრის არაფერი არ იყო მისთვის ჩარჩოები. არ იყო ჩარჩოები, მაგრამ ჩარჩოს სილდებოდა, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ ჩაკეტა ის, ვერც ტყვეობით და ვერც მძიმე ცხოვრების რეჟიმით თავის ჩარჩოებში, მაგრამ მისი თავისუფლება მაინც იყო მიწასთან შეზრდილობით, მიწასთან იყო ის ფესვები და მე სულ მეგონა რომ მიწის ტერფები, იმიტომ დავარქვი რომ მიწასთან ხანდახან შიშველი ფეხებითაც მინახავს ყანაში რო იდგა და მიწას თოხნიდა და მოწყდებოდა ხანდახან ამ მიწას და აი ამ წყალში ალბობდა თითქოს როგორც არ წყულებდა რომ მე რაღაც ახალი სიცოცხლე, ახალი ენერგია, ახალი ჩემში დაბადებული ენერგია მე ასე ბებიას შეჭიდებოდა მიწას მე დაკორძებულ ხელებს რომლებიც ასე მიწას ახებენ იქ მარგლავენ ბოსტანს თუ ყანას თოხნიან ფეხებითგან ეს საოცარი ემოცია საოცარი განცდა მიწასთან დაკავშირებული მიწას უნდა გრძნობდე ადამიანი თუნდაც მინდორში წამოწოლილი როდესაც ხარ შენი მხრებით შენი წელით შენი სხეულით ეგ არის ყველაზე დიდი თავისუფლება რომელიც ზეცისკენაც აგამაღლებს, იმიტომ რომ მიწას რო გრძნობ სიმყარით, ზეცაც აქვე ახლოშია და ზეცასაც აღიქვამ და ამით წავიკითხავ ახლა იმ ლექს, რაც ეხლა საუბრობდი, მიწის ტერფები, მუყაოსფერი, სილუეტის მშრალი კონტურით, კვლავი ხაზება, ჭუჭყის ქსოვილის ყველა უჯრედი და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს ნაკვთებად ირჩევს სახისოვალი ჩაჭიდებული თითების ძაბრში და ემსგავსება წასაქცევად წახრილ სამკუთხედს უფრო სწორად კი ყავრის სახურავს ჩაცვენილი ბებრული ყბებით რომელსაც წვიმა ყელზე ადგება და როცა სივრცეს გულს უწვრილებს ბებერი ბჟოლაც თითების ძაბრით მეც მათში ვჟონავ და მათთან ერთად გრძნობ სიმარტოვეს როგორც უეცარ ნემსის ჩხლეტას წვრილად დაჭრილი შავი მსხლების ძაფზე აცმისას ადრე აცივდა ვავსებ ქაცვიდან გამოწურული წვენით ძველ ქილებს დამზეს ვინახავ ზამთრის გრძელი ღამეებისთვის როგორც თეთრგულა ნაცრისფერი სინდიოფალა მშიერი ზრუნვით მზის ყვითელ ყვავილს ეშურება ლიანდაგების მყრალა ბალახაც და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს ნაკვთებად ირჩევს სახის ოვალი ჩაჭიდებული ისევ იმ ძაბრში სადაც ცეცხლისგან მოსაკალი თითების სუნში სამადლოდ ვზმუი როგორც მოзвერი ჯავრიან შუბლზე ამოსული დიდი ნიკორით სინდის მიკორტნის ბზების სიმწვანი დაჩრდილული სევდის ბილიკი მზეკი პირიქით ფთას მაგონებს საყდრის ძველ კარზე შეფრენილი წითელი მამლის თითების ძაბრით ისევ ჟონავ ხახვების კვალში რომლის სანაცვლოდ ბალახებს შორის გაჭიმულა ჭიანჭველების უგრძესი მწკრივი თან ვუძლებ ტკივილს თან შესამჩნევი უხერხულობით ვეპოტინები ჭურის თავებზე ჩამოყვითლებულ დაუცველ კომშებს თან ყულფზე ორშრეთ შემოვლებულ სამყაროს ვძალავ დამღლელ სიცოცხლეს და ვერ ვიოკებ ან წლისფერი ტუჩების ცახცახს ლოცულობ ჩუმად როგორც მთვარე დარდის გუბესთან და ნეშომპალად გადაქცეული ფოთლების სისქეს ნაკვთებად ვირგებ რადგანაც ჩემში თვინიერად თვლემს სიმარტოვე სპილენძის ტაშტში ჩაწყობილი დაკორძებული მიწის ტერფებით. აი გაოგნებული ვარ მართლა. ეს არის ჩემი ცხოვრების ფილოსოფია. ჩვენი გადაცემა დამთავრდა ბატონო ბადრი და მე მინდა შევახსენო ჩემ მაყურებელს რომ
სტუმარი გახდათ, ბრძანდებოდა არაჩვეულებრივი ადამიანია ეს ბატონი ბადრი სულაძე, რომელმაც წაგვიკითხა ეს ლექსები, რომლებიც გახლავთ მისი სულის ნაწილები და ჩვენ აი ამდენი წუთის განმავლობაში ვიყავით აი ამ ფაქიზი სამყაროს მონაწილენი, ანუ გავიზიარეთ აი ეს ფაქიზე, რაც მის ლექსებშია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბადრი აი ამ ემოციებისთვის, რომელიც საუბარს ნამდვილად მიშლის და ზუსტად ლექსის დანიშნულებაც, ნამდვილი ლექსის დანიშნულებაც ეს არის, რომ სუნთქვა გადაგიკეტოს, გული აგიჩქაროს, ჟოლა მოგგვაროს და აი ესენი ყოველ სტროფშია თითქმის თქვენს ლექსებში, თქვენს ნაწარმოებებში და ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლოდ კიდევ ბევრი ჯილდო მომელოცოს და კიდევ ბევრი აღიარება ქონოდეთ აი ამ თქვენ მართლა კარგ ლექსებს, მართალ ლექსებს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ციცი და ეს ჩემი პოეზია სწორედ იმ მიწით საზრდოობს, რომელიც განსაკუთრებით ხელშესახებით ჩემთვის რაჭაშია. ჩვენ რაჭაზეც უნდა გვესაუბრა, მაგრამ ეს პოეზია და ლექსები სწორედ რაჭით სულთქმულობს. იქიდან ვიღებ იმ ენერგიას, რომელიც მე მაცოცხლებს. მადლობა თქვენ. სამწუხაროდ ჩემზე არ არის დამოკიდებული ბატონო ბადრი, ჩარჩოა გადაცემის, ამიტომ ჩვენ უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა, რომ მზადდებოდით ჩვენთან ერთად. მე გახლავართ ციცი გურიელი, ჩემი საავტორო გადაცემით სათნოების საათი და მყავდა ეს უსათნოესი რაჭველი კაცი გადაცემაში. მადლობა კიდევ ერთხელ ნახვამდის კეთილი სურვილებით დავემშვიდობები მაყურებელს. ბედნიერად.